როგორ უნდა განხორციელდეს კახეთის სტიქიის შედეგების ლიკვიდაცია და კომპენსაციების გაცემა ამ საკითხზე ინფრასტრუქტურის სამინისტროში იმსჯელეს. სამინისტროში სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის კომისიის ხდომა გაიმართა. კომისიის წევრებმა კახეთის მხარეში პრეზიდენტის წმუნებულთან და ინფრასტრუქტურის მინისტრთან ერთად ამ ეტაპისთვის შესრულებული სამუშაოები განიხილეს და კომპენსაციის მექანიზმებზე იმსჯელეს. ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით ამ დროისთვის 5,000 სახლისა და 123 საცხოვრებელი კორპუსის გადახურვა მოხერხდა. შეხვედრაში ქართულ ჯგუფის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ. საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატის თინა ხიდაშელის განცხადებით სარეაბილიტაციო სამუშაოებს ქართულ ჯგუფი განახორციელებს და პრემიერისთვის უკან დაბრუნებული 80 მილიონი კომპენსაციებს მოხმარდება. პირველი ეტაპის ამოცანა ჩვენ დავასრულეთ, ანუ სახლების აღწერასთან დაკავშირებული საკითხები, ასევე დამატებით ვიმუშავებთ მეორე ეტაპის ამოცანებზე სასოფლო-სამეურნეო თვალსაზრისით მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე. რა მექანიზმით და რა მასშტაბით მოხდება ზარალის სრული ანაზღაურება, ამაზე კომისია ალბათ სავარაუდოდ მომდევნო სხდომების დროს იმსჯელებს, თუმცა რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, იმიტომ რომ ზამთარი დადგა და ამას მეც ამ საკითხს მეც არაერთხელ ვაყენებდი და ვაყენებ დღესაც ცენტრალური ხელისუფლების წინაშე, რომ დროულად მოხდეს იმ ნაბიჯების გადადგმა, რაც ჭირდება სტიქით დაზარალებული მოსახლეობას. როგორც წინასაარჩევნო კამპანიის დროს იყო განცხადებული, ის ფული, რომელიც გადახდილი იყო თავის დროზე ბიუჯეტში და შესაბამისად ეხლა დაბრუნდა უკან, არის ქართულ ჯგუფის სარგებლობაში, ასე ვთქვათ, და შესაბამისად იქიდან მოხდება ამ კომპენსაციების გაცემა. ამიტომ ქართულ ჯგუფი, როგორც სრულფასოვანი თანაბარი პარტნიორი ამ პროცესში ისე მონაწილეობს.